რა უნდა ჰქონდეს პრიორიტეტად დღევანდელ ქართულ ოპოზიციას, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ძველ ოპოზიციას, საკუთარი პარტიული კონფიგურაციის შენარჩუნება თუ ახალი საერთო ეროვნული ცნობადობის ნდობისა და გავლენის მქონე ლიდერების ფორმირების მცდელობა. და საერთოდ არსებობს კი ასეთი ახალი ფიგურების წარმოშობის რესურსი იმ ავტორიტარულ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც ივანიშვილის მმართველობის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. და ბოლოს შესაძლებელია თუ არა ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე, ეგრეთ წოდებული ძველი ოპოზიციის პოლიტიკური და ორგანიზაციული რესურსის შერწყმა ისეთ ახალ შედარებით განყენებულ ფიგურასთან, რომელიც უნგრულ მაგალითში გადამწყვეტი აღმოჩნდა და შეიძლება თუ არა ეს რეალურ გამარჯვების პროექტად განიხილებოდეს. სწორედ ამ კითხვებზე ვეცდებით პასუხების პოვნას პოლიტიკის ანალიტიკოს გია ნოდიესთან. ბატონო გია, მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. პრინციპში დღეს თქვენი მოწვევის ინსპირაცია თქვენივე პოსტი გახდა, თუმცა ყოველთვის სიამოვნებით გმასპინძლობთ და მაყურებელსაც ყოველთვის ძალიან აინტერესებს ხოლმე თქვენი მოსაზრებების ანალიტიკის მოსმენა და ეს პოსტი უკავშირდებოდა კვლავ ფიქრს იმის თაობაზე თუ რა გვაჩვენა უნგრეთმა და რა ანალოგების პოვნა შეიძლება საქართველოს რეალობაში ან პირიქით რა წინააღმდეგობების საქართველოში შეგვიძლია ვთქვათ რომ გარკვეული გაგებით მაინც სტაგნაციურ პოლიტიკურ პროცესში ვართ მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციაში არის დინამიკა რაღაც სიახლეების შემოთავაზების, თუმცა ჯერჯერობით არის განცდა იმისა, რომ აი ეს რაღაც გამრღვევი ენერგიის შექმნა ამ ეტაპზე რთული იქნება. ისევ როგორც ხელისუფლება ვერ ახერხებს ვერანაირად მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა ამ წინააღმდეგობების რესურსების დამცრობას, განულებას, გაუქმებას. როგორ აღწერდით ამ ფაზას და რა პარალელები შეიძლება გავავლიოთ? ერთი გასაგებია, რომ საქართველო და უნგრეთი ძალიან განსხვავებული ქვეყნებია, პირველ რიგში იმით, რომ უნგრეთს აქვს, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი დემოკრატიის გამოცდილება, საქართველოს ეს არ აქვს, უნგრეთი რაღაც ევროპის ცენტრია და ასე შემდეგ, ასე რომ გაკვეთილები ყოველთვის ძალიან პირობითია, ის რაც ერთ ქვეყანაში გამოდის მეორეში შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ზოგადი განზომიერება არის ის, რომ თუ გინდა დაამარცხო, მოიპოვო გამარჯვება, მით უმეტეს გამარჯვება ისეთ ავტორიტარულ ლიდერზე, რომელსაც მობილიზებული აქვს მთელი მედია, ადმინისტრაციული რესურსი და ასე შემდეგ და რაღაცნაირად დიდი უპირატესობა უნდა მოიპოვო მასზე პოპულარობის თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, იძულებული გახდეს დამარცხება აღიაროს, ხო, რაღაც ისეთი რამე უნდა შესთავაზო საზოგადოებას, რაც მოსწონს საზოგადოების დიდ უმრავლესობას და რაც, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას შეესაბამება. ხო, და ამ აზრით უნგრეთის გამოცდილება, ასე ვთქვათ, ეს პრეცედენტი ყოველ შემთხვევაში, რაც ვნახეთ, გარკვეულად ეწინააღმდეგება იმას, რასაც, ჩვენი ოპოზიციური საზოგადოება ამბობს. ხო, ბოლო წლებში, გასაგებია, რომ ჩვენ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი შევიცვალეთ, ხო, ზვიადგამსახურდიადან მოყოლებული და რაღაც მსგავსი პრობლემა იყო, რომ ყოველთვის ოპოზიცია რომ მოდიოდა ხელისუფლებაში რევოლუციით თუ ისე თუ ასე, თუ არჩევნებით, ის წარმატებული იყო, როცა იყო რაღაც ერთი გამოკვეთილი ძლიერი ლიდერი. ხო, სანამ ესეთი ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ გამოჩნდებოდა, ეს ასე ვთქვათ, ძლიერი ოპოზიციას არ იქნებოდა. ესა ჩვენი გამოცდილება, ხო და ადამიანების უმრავლესობა უყურებს ამ გამოცდილებას. მაგრამ ამ გამოცდილებას აქვს ნეგატიური მხარე, რომ მოდის ახალი რაღაც ოპოზიციური ძალა, არის ეიფორია, რომ დავამარცხეთ ავტორიტარიზმი და ახლა გვექნება დემოკრატია და ამ დროს ეს ახალი ლიდერიც ხდება რაღაცნაირად ავტორიტარული, ხო? ხო, და იმიტომ თუთაშხას ისტორია არის. რა თქვით? თუთაშხას ისტორია. ხო, რაღაც ესე ციკლია ერთგვარი, ციკლობა და ბუნებრივია, რომ ასე ვთქვათ, საზოგადოების ნაწილი, რომელიც ხო, საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ადარდებს დემოკრატია, ასე ვთქვათ, გააკეთა დასკვნა, რომ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების,
მაგრამ რაღაცნაირად ისე რომ აი ერთი ძლიერი ლიდერი არ გვყავდეს, იმიტომ რომ მე ის თუ ერთი რაღაც ძალა იქნება დიქტატორის დამარცხებელი, მე ის თვითონ გახდება დიქტატორი. ხო და ეს შიში არის აბსოლუტურად რაციონალური, ხო, იმიტომ რომ ნუ რამდენჯერმე ვნახეთ ასეთი რამ ახლა მე არ ვამბობ რომ ყველა ვინც ყავდა დიქტატორი იყო ამ სიტყვის სრული გაგებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დემოკრატიული ლიდერი არც ერთს არ ეთქოდა. ხო და ნუ მაგრამ პრობლემა აქ არის ის რომ ეს შეიძლება თეორიულად კარგია და სწორია, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს ამას და ჩემი დაკვირვებით საქართველოში ნუ აი ეს კოალიციური მმართველობის იდეა ხო ანუ ამის ალტერნატივა ერთი ქარიზმატული ლიდერის გარშემო რაღაც შეკრული ოპოზიციისა არის რაღაც კოალიცია ხო ნუ წინასაარჩევნოდ გაკეთდება კოალიცია თუ არჩევნების შემდეგ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში კოალიცია განსაზღვრების თანახმად ნიშნავს იმას რომ ერთი ლიდერი არ არის არის ამ შემთხვევაში გარკვეული გამოსავალი კოალიცია გამოკვეთილი ლიდერით თუ არა, ნუ თუ გამოკვეთილი ლიდერის გარშემოა კოალიცია, შეიძლება ქვია კოალიცია, მაგრამ რეალურად არა. არსირამ ყოველთვის გამოკვეთილი ლიდერის ქვემოთ ფორმირდებოდა ხოლმე. ხო, ანუ პირიქით არ ხდებოდა, მაგრამ ახლა ივანიშვილის ქართული ოცნებაც ხო მაგას გულისხმობს. უწოდებდა თავს კოალიციას, მაგრამ მართლა კოალიცია ხო არ იყო, ეს იყო ერთი კაცის ნუ უბრალოდ საერთოდ არ ყოფილა პოლიტიკაში ივანიშვილი, უბრალოდ არ იცნობდა ხალხს და მზა პარტიები აიყვანა. მაგრამ თვითონ აიყვანა ეს პარტიები, თვითონ შეარჩია, ხო, პარტიებმა ერთმანეთი არ შეარჩიეს. ამიტომ შუის გაგრეფის ფსევდო კოალიცია იყო, ხო? ისევე როგორც თუნდაც გვალი მაგიდაც ხო კოალიცია იყო, ზვიად გამსახურდიასი, მაგრამ ნუ რიგითი ამორჩეველი მასაძლებდა ზვიად გამსახურდიას და არა კოალიციას. ანუ პრობლემა ეს არის, ეს ობიექტური პრობლემაა, რომ კი შეიძლება იყოს რაციონალური არგუმენტი საიმისოდ, რომ ჯობია კოალიციური მთავრობა, იმიტომ რომ აი ასეთი ერთი ქარიზმატული ლიდერის და მის გარშემო რაღაც ავტორიტარული მმართველობითი მონოპოლიის შექმნა არ მოხდება, მაგრამ რიგით ამორჩეველს არ ესმის, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და არ უნახავს. ასეთი რამე არ ყოლია და არ ესმის, როგორ შეიძლება ეს ხალხი, რომელიც ერთმანეთს აგინებს ყოველდღიურ რეჟიმში, მერე უცებ ერთი კოალიციური მთავრობა შექმნათ, ხო? ნუ საკმაოდ იმასაც თავისი ლოგიკა აქვს, რომ ახლა მთავრობა ხო ეფექტიანი უნდა იყოს და რაღაც ეფექტიანი რო იყოს, ვიღაც ერთი უფროსი უნდა იყოს, ხო? ესე ფიქრობს ხალხი და როგორც ჩანს უნგრეთშიც ასე ფიქრობს, იმიტომ რომ წინა არჩევნებში 2022 წელს იყო კოალიცია და ის კოალიცია დამარცხდა და მოგოთ ახლა მოვიდა ეს ტისა და უფრო ზუსტად მოვიდა ჯერ მადიარი არაფრიდან შექმნა ტისა თან ის კი არა რომ არსებული ოპოზიცია კი არ გაუერთიანებია ოპოზიცია უბრალოდ გვერდზე გაწია ვითომ ესენი არ არსებობენ და ნოლიდან შექმნა პარტია და ამან გაიმარჯვა და ნუ ეს გამოდის რომ გასაგებია რომ პოლიტიკური კულტურა უნგრეთში ახლა არ ვიცნობ უნგრეთში ისე კარგად მაგრამ ალბათ განსხვავდება საქართველოსგან, მაგრამ ამაში რაღაც გავსება გამოდის. რომ ხალხის კულტურამდე სანამ ესმის, აი ეს ერთი გამოკვეთილი ლიდერი. აი ამ ხასიათისა თუ გამოსtildeებების გავსება განსხვავებებზე სანამ გავაგრძელებთ საუბარს, უფრო ტექნიკურ და სისტემურ ნაწილზე მაინტერესებს თქვენი აზრი. ანუ იქ რაც გააკეთა მართლაც მადიარმა იყო ის, რომ ძველ ოპოზიციასთან სისტემურად კი არ დაიწყო თანამშრომლობა. უბრალოდ სისტემურად კი არ გაემიჯნა მარტო. არამედ არც მათ ინფრასტრუქტურასთან, არც ამ ადამიანების რესურსების გამოყენებაზე არ თქვა თანხმობა და არაფერი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც თქვენ ახლა აღნიშნეთ, ფაქტობრივად ნულიდან ააგო ერთის მხრივ ინფრასტრუქტურა, მეორის მხრივ მოიზიდა რესურსები და ამას ყველაფერს მისცა დიდი საარჩევნო მანქანის სახე. საქართველოში გადმოვიტანოთ ახლა ეს რეალობა. და აქ ჩდება მთავარი კითხვები და რატომ არის დიდი სიფრთხილე საჭირო, როდესაც ესე მარტივად შეეთამაშებიან ხოლმე ვიღაცა ახალის გამოჩენის შემთხვევაში ამ ძველების გვერდზე გაწევის ცნუნებას და ასე შემდეგ, ხო? ნუ ჯერ ეს ერთი ამას ბრძოლა ჭირდება და ეს უნდა მოიპოვო და იმსახურო
და არა ვიღაცებმა არ გეტყვიან ისინი რომ მობრძანდი ბატონო ეხა და ჩვენ ყველანი ესე ვთქვათ შეგხედავთ ჯერ ესერთი აქაც პასუხისგებლობის მომენტია, იმიტომ რომ არავის არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ეს რამე შედეგს დადებს და უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდებით, მაგრამ მეორეც აი ამ ავტორიტარულ გარემოში, რომელიც არის ქვეყანაში, სადაც სუსის, ადგილობრივი პოლიციის, ადგილობრივი ოლიგარქების აი ამ მარწუხების პირობებში, ხო, რომელსაც ჩვენ ახლა თვალს როცა ძალოვანები ყოველგვარ ზღვარს არიან გადასულები და მათ ზურგს უკან ამოფარებული აქვთ მთლიანად შეცვლილი კანონმდებლობა, რომელსაც დემოკრატიულ სამართლებრივ გარემოსთან უკვე საერთო არაფერი აქვს, ამის მაგალითია დღევანდელი დღე, როდესაც უბრალოდ პუფი არ შეატანინეს მშობლებს იმისთვის, რომ ჩამომსხდარიყვნენ ღია ცის ქვეშ აქციის გასამართად მათი შვილების გადარჩენის მოთხოვნით, ხო? და ნუ მემანიშვილი დგას და ამბობს, რომ რა ვქნა, მე კი გითან აგრძნობთ, ესეთი ტექსტები იყო, ჩვენ ყველანი პოლიცია გითან აგრძნობთ, რო გითხრათ სიმართლე გულში მართლა მგონია, რომ შეუძლებელია, რომ ასეთი ქვისდარკინის გულისანი იყვნენ, რომ თუნდაც ის პოლიციელები არ თანაუგრძნობდნენ იმ დედებს, მაგრამ მე კანონია ესეთი. ბრძანება კი არა მარტო, კანონში წერია ესეთი, ხო? ნუ მართალია კანონში არ წერია, რომ პუფი არ შეატანე, ნუ წერია, რომ კონსტრუქციები არ შეატანე, პუფირისი კონსტრუქცია, იმასაც არ ღვევენ, ეგ უკვე ბრძანებაა მართლა და განოსარევს. მემანიშვილი, მაგრამ ამ უბედურების პირობებში ამას სხვა არაფერი ქვია. აი, ვიღაცა ახლიდან გამოჩენილმა სიტყვა გამოჩეკილს არ ვამბობ, არ ვამცრობ, გამოჩენილმა ლიდერმა როგორ უნდა მოახერხოს ამ ყველაფრის გაკეთება და რანაირად უნდა ითქვას უარი ეგრეთ წოდებული ვითომ ძველი ოპოზიციის თუნდაც იმ შემორჩენილ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ამ პატარა ქვეყანაში ჯერ კიდევ ფეთქავს და არსებობს. ხო, ამიტომ ვამბობ ყოველთვის, ასე ვთქვათ, რომ ნებისმიერი გაკვეთილები ერთი პოლიტიკური კონტექსტიდან მეორეში ასე არ გადაიტანება. და მე უბრალოდ იმაზე გავაკეთე რაღაც რეფლექსია, რომ თავისთავად გაჩნდა ეს ბუნებრივი ინსტინქტური რაღაც სურვილი, რომ აი ხო რაღაც მსგავსება არსებობს, იდეოლოგიური მსგავსება ნამდვილად არსებობს ორბანის ხელისუფლებასა, რომელიც ფორმალურად ჯერ არსებობს კიდე ცოტა ხანს და ჩვენს ხელისუფლებას შორის და ორივეს ნუ ავტორიტარული აშკარა ნიშნები აქვს, ნუ ჩვენი უფრო მწვავეა ჩემი აზრით, მაინც და ნუ ამიტომ რაღაცნაირად იქ რახან მოხდა მისი დამარცხება, აქაც რაღაცნაირად მისგან უნდა ვისწავლოთ. მაგრამ ნუ იმ პირობებში, რასაც თქვენ აღწერეთ, სრულიად სწორად, ანუ უფრო ისეთი მწვავე და რეპრესიული ავტორიტარული მანქანის პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია თუნდაც იმ გაკვეთილების გამეორება, მაგრამ ეს რთულია ორივე შემთხვევაში, ასე ვთქვათ. ძველი ოპოზიცია თუ რაღაც ახალი რაღაც თეცხენზე შემომჯდარი ქარიზმატული ლიდერი, რომლის სახელი და გვარი არ ვიცით, როგორც ალბათ 2023 წელს ალბათ უნგრეთშიც ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ეს რაღაც ერთ-ერთი მინისტრი თუ რაც იყო ორბანის ხელისუფლებაში გახდებოდა ორბანის ასე ვთქვათ ორბანზე გამარჯვებული. ნუ ზოგადად ისეთ ვითარებაში ვართ, როცა გვიჭირს ოპოზიციის გამარჯვების წარმოდგენა, იმიტომ რომ იმდენად რეპრესიული ეს რეჟიმი. მაგრამ იმაში გეთახმებით, რომ იმდენი დამარცხებები დაგროვდა ამავე დროს, ხო? ბევრი ობიექტური, მაგრამ სუბიექტური პრობლემა არის აქ, როგორც თქვი, საბოლოო ჯამში პოლიტიკურ კულტურაში, საზოგადოებაში, რომ და ამაშიც როგორც ჩანს გავსებაა უნგრეთსა და საქართველოს შორის, რომ საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება, რომელსაც უნდა ცვლილება, ამავე დროს არ ენდობა ოპოზიციას. ხო, რაც ნუ შეიძლება გასაგებია, რატო არ ენდობა, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია რაღაც მარცხთან არის ასოცირებული უკვე, მაგრამ ნუ შინაგანად წინააღმდეგობრივია ეს დამოკიდებულება, რომ გვინდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს ოპოზიცია არ გვინდა. და რანაირად, ხო, ანუ ახლა ეს ოპოზიცია არა, იმნაირად რომ ოპოზიცია არა. ვიღაცებს აქვთ იმედი, საუბარია განსაკუთრებით აი ახალგაზრდა შედარებით პოლიტიკს, რომ
ძველები არ აძლევენ ამის საშუალებას. მათ შორის ისმის გარკვეული პრეტენზიები მედიების მიმართ, რომ აი მედიები არ აძლევენ საშუალებას ამ ახალ პოლიტიკურ ძალებს. მე მაყურებელმა მინდა იცოდეს, რომ შეეხება მართლაც ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალგაზრდებს პირდაპირი გაგებით ჩვენი ჟურნალისტები, ჩვენი პროდიუსერები, ჩვენი წამყვანები კარგი გაგებით ნადირობენ. იმ გაგებით, რომ რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ახალი იყოს. თავის მოტყუება. რაც შეიძლება დებატების მოთხოვნას მათი მხრიდან, დებატებს ორი ან სამი მხარე მაინც ყავს. ანუ და ჯერ მაგნაწილში რაღაც გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებასთან ერთად სურვილია საჭირო იმისთვის, რომ ეს შედგეს, თორე პრობლემა არ არის ნებისმიერ თემას. სხვათა შორის აქ ერთი დეტალი მინდა აღვნიშნო, აი ერთ-ერთი ეს თქვა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა მის სახელის და გვარის დასახელებას. დღეს წერდა და ამბობდა, რომ მას კატეგორიულად მეაჩნია, რომ საერთოდ არ აქვს არანაირი აზრი მისი მხრიდან ყოველ შემთხვევაში ცალკე კონკრეტულ თემებზე ყურადღების გამახვილებას, პრობლემურ საკითხებზე, იქნება ეს სოციალური ფასების თემა თუ ასე შემდეგ, რადგან მეაჩნია, რომ ის რის გამოც ხალხის დიდი ნაწილი, რაღაც გარკვეული ნაწილი უფრო გრძნობიარე უნდა ყოფილიყო მოძრაობის მიმართ და ზოგადად ხელისუფლების საწინააღმდეგო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მოძრაობაში აქტიურად ჩართულიყო, ყველაფერი ეს მომხდარია და იმაზე თუ არა აქვს მას რეფლექსია, რეაქცია, მასთან მას არ მიაჩნია საუბარს აზრი. არის მეორე, ასე ვთქვათ, მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით ამ მადიარის გამოცდილების შემდეგ დომინირებს, ასე ვთქვათ, რომ კაცო აი ამ დიდ თემებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე, დიქტატურის არათუ საფრთხეზე, არამედ უკვე მოსაუდნელ შედეგებზე უნდა ყურადღების გამახვილებასთან ერთად აუცილებელი არის ეგრეთ წოდებულ წვრილმან თემებზე კონცენტრირება, ფასებზე, სოციალურ პრობლემებზე და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ ვერ ხედავ ეს ორი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რატომ მოდის, მაგრამ აქ ალბათ უფრო პრიორიტეტიზაციაზე უფრო შეიძლება მსჯელობა მიდიოდეს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ხო, არა, თუ რამე შეიძლება ვისწავლოთ მადიარისგან, ალბათ არის ის, რომ სწორედ ორივე უნდა შეახამო, ხო? უნდა ერთის მხრივ პრაქტიკულად იმათი ოპოზიციაც და ჩვენი ოპოზიციაც ერთს და იმავეს ყვირის რუსებო წადით, ხო, პრაქტიკულად, ხო, ესე იგი, ერთი გზავნილი ამ თვალსაზრისით, მაგრამ მადიარს ამასთან ერთად ჰქონდა ძალიან ძლიერი კომპანია ანტიკორუფციული პირველ რიგში და ეკონომიკური. ხო, იმიტომ რომ ეკონომიკური დაღმავლობა ობიექტურად უნგრეთში და ცხადია ამაზე მაქსიმალურ აქცენტს აკეთებდა. და ევროკავშირის პრიორიტეტულობაც ამ კონტექსტით შემოდიოდა ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტების ნაწილში. კი, რა თქმა უნდა. და იმიტომ რომ ახლა ელემენტარულად იმდანად გაიფუჭა ორბანმა ურთიერთობა ევროკავშირთან, მაგრამ გასაგებია რომ ეს მისი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უფრო აისახებოდა, იმიტომ რომ ზუსტად ასე ვთქვათ ევროპის ცენტრშია უნგრეთი და უნებრივია რომ ასე ვთქვათ მისთვის უფრო რთულია ასე ვთქვათ ევროპის მიმართ რაღაც პოლიტიკურ იზოლაციაში მოხვედი. ბატონ გია, კიდევ ერთი რაც გარკვეული ინფორმაციას წამოგვეს, რომ ამ თემაზე ისეაც მინდოდა თქვენი მოსაზრებების მოსმენა, ეს უკავშირდება უკვე ფორმირებული ოპოზიციური გაერთიანებების, ვერ ვიტყვით, ერთია ჯერჯერობით ასეთი, მის მიღმა კიდევ არის ლელო პარლამენტში არის გახარია საქართველოსთვის, არის კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც აი ამ ტიპის ოპოზიციის მიღმა, ასე ვთქვათ. მაგრამ რაც შეეხება ოპოზიციურ ალიანსს, მაინც ძირითადი მოლოდინები მათ მიმართულებით არის ახლა მიმყრობილი. თავადაც ქმნიან ამ მოლოდინებს, მათ შორის 26 მაისთან მიმართებაშიც და როგორც ჩანს, აი ამ კოალიციური ურთიერთობების გამოცდილების დეფიციტი არა მარტო ზოგადად საზოგადოებაში, არამედ პოლიტიკურ კლასშიც არის ამის გამოხატულება. აი ბოლო 2 დღის განმავლობაში გარკვეული დაარქვათ ამას გაუგებრობები, რამაც როგორც ჩანს, მწვავე რეაქციები გამოიწვია თავად ალიანსის შიგნით და სწორედ ამის გამო დღეს საღამოს ოპოზიციურმა ალიანსმა გადაწყვიტა ოფიციალური განცხადება გაევრცელებინა, თქვენც არ გექნებათ საკითხული, ეხლა დაიდო და წავიკითხავ ამას. ეს არის ოპოზიციური ალიანსის ოფიციალური განცხადება.
ალიანსში შემავალი პარტიები, ახალი გირჩი მეტი თავისუფლებისთვის დროა, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ევროპული საქართველო, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი, ფედერალისტები, დასახელებებში არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე. ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად. პროდესალური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გაათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან. ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისგან თავშეკავება. პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვაში პოლიტიკური ლიდერის, მით უფრო პოლიტიკური პატიმრის შეზღუდვა არ წარმოადგენს ალიანსის არც კომპეტენციას და არც მიზანს, თუმცა პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს. მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად, ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული. მაყურებელს შევახსენოთ, რომ ეს არის ოპოზიციური ალიანსის პარტიების ძირითადი ნაწილის პრინციპში ყველას განცხადება, თუმცა ხელმომწერებს შორის არ არის როგორც ჩანს ადრესატი ამ განცხადების მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე უბრალოდ ახლა მინდა რომ მოუძებნო და ვიპო დროულად თავად მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება. დღეს მას ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით გამოხმაურება ციხიდან. ჩემი პოსტი წერს მიხეილ სააკაშვილი დღეს სანამ ეს განცხადება უბრალოდ მანამ სანამ ეს განცხადება გამოქვეყნდებოდა. ჩემი პოსტი ხალხში სიარულზე ზოგიერთმა რატომღაც ნიკა მელიას კრიტიკა დააღიქვა. არადა ის ყველას ეხებოდა. მე ვაფასებ ნიკა მელიას და მის მიერ გაღებულ მსხვერპლს, ისევე როგორც ძალიან გამიხარდება ბევრი ენერგიული ხალხში მოსიარულე პოლიტიკოსის გამოჩენა. ნიშანდობლივია, რომ თანხმოების გაღვივებას აგრძელებენ იგივე პერსონაჟები, ვინც თავიდან ისარგებლა ჩემი მოწამვლის შედეგად შექმნილი მძიმე მდგომარეობით და ორად გახლიჩა პარტია. ეს დიდი შეცდომა იყო ორივე მხრიდან. საბედნიეროდ ახლა აბსოლუტური უმრავლესობა ამას ხვდება და სწორად მოქმედებს. ახლა როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშნვას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია. ან ვიქნებით ერთად, ან საერთოდ არ ვიქნებით. ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოსტი, რომელიც მან დღისით გამოაქვეყნა. დღეს საღამოს კი გავრცელდა ის განცხადება ოპოზიციური ალიანსის, რომელიც მე მთლიანად გაგაცანით. რა შეგვიძლია თქვათ აი ამ ძალიან რთულია ოპოზიციური ალიანსები, რა თქმა უნდა, როდესაც ყავს, ასე ვთქვათ, საკმაოდ ამბიციური ლიდერები, რომლებიც იქ შედიან და ბუნებრივია, რომ ბევრ მათგანს აქვს რაღაც პრეტენზია, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი ლიდერია, მოდი ასე ვთქვათ. ახლა გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს ასეთი პრეტენზია და სწორედ იმიტომ, რომ მას აქვს ასეთი პრეტენზია, სხვებს ეს არ მოსწონთ, თუმცა სხვებსაც აქვთ ახლა თავისი ამბიცია. ხო, ეს ბუნებრივია, ყოველი ასეთი ალიანსი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ამბიციების მენეჯმენტი, ასე ვთქვათ, ხო? და ბუნებრივია, რომ ამ ალიანსსაც ეს უჭირს, ეს წინასწარ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა კი ეს ოპოზიცია ყავს, რაც ყავს, უნდა უსურვოთ მათ, რომ შეძლონ ეს და რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, დაიცვან რაღაცნაირი ოქროს შვალები, გულისხმობ იმას, რომ რა კი ერთ პარტიად არ ერთიანდებიან, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ცალ-ცალკე იდენტობების ქონა და რაღაც ამორჩევლისთვის იმის ჩვენება, რომ რაღაც ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ხო? სხვა შემთხვევაში თუ ამორჩევლმა არ იცის ისინი რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, აზრი არ აქვს ცალ-ცალკე პარტიების არსებობას. მაშინ ერთ პარტია უნდა იყოს, ხო? და ეს უნდათ, მაგრამ თან ერთად უნდა იყვნენ. ეს რაღაცნაირი ლიგითი ამორჩევლის თვალში შეიძლება
ну парадოქსიც არის, ხო? თუ ერთად არიან, ბარემ ერთად იყვნენ, რაღაც სხვადასხვა სახელები ქვიათ და რატო გვაბნევენ, ასე ვთქვათ, ხო? დაირქვან ერთი სახელი. ხო, დიქტატურასთან ბრძოლის პერიოდისთვის მაინც სანამ რეალური მაგრამ ეს ვითარება გვაქვს, რაც გვაქვს და მე გასაგებია რომ მე შეიძლება მერჩივნოს თეორიულად რომ იყოს რაღაც 4 პარტია ან 3 ან 5 პარტია რომელთა შორის რაღაც პროგრამული განსხვავებები არის გასაგები საზოგადოებისთვის. ნუ ეს არ აგვაქვს, ხო, მაგრამ რა კი ეს არ აგვაქვს, ეს არ ნიშნავს რომ შევეგუოთ დიქტატურას, ხო, უნდა ამოვიდეთ იმ რეალობიდან, მათ შორის იმ პარტიული ლანდშაფტიდან, რომელიც გვაქვს და ამ პარტიულ ლანდშაფტში ჯობია რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ როგორც მინიმუმ კოორდინირებული მოქმედება. აი ბოლოს ბატონ გია, რითიც დავიწყეთ, იმით მინდა რომ დავამთავროთ, ოღონდ ცოტა უფრო შორს ავიდეთ კიდეც. მადიარის მაგალითი ბევრი რამე შეიძლება გამოუყენებელია საქართველოში, მაგრამ ის რომ ახალი ტიპი გარკვეული სიმძიმეებისგან თავისუფალი შემოვიდა პოლიტიკურ მოედანზე, რომელიც შედარებით ნაკლებად მოწყვლადი აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციული ოპოზიციის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ინგრეთში კი არა, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკაში ყოფნა, რომ რაღაც ჩონჩხები არ დაგიიგროვდეს კარადაში, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ გარკვეული ქარიზმის მატარებელი, ამავე დროს ასხივებდა რა რესურს მართლობითი პასუხისმგებლობის, რაც ჭირდება მათ შორის ხალხს საქართველოში, რომ სტაბილურობის პერსპექტივა გაუჩნდეს მომავალშიც და არ ასხივებდა რომელიმე პარტიულ მიკუთვნებულობადობას. ასევე გარკვეული გაგებით თვითონაც ცდილობდა ამას და რეალურად ასე აღიქვა კიდეც საზოგადოებამ იმ ღირებულებებთან სიახლოვეს, რომელიც ავთენტურად წარმოადგენდა უნგრეთის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას, ხო? კონსერვატორული ღირებულებები, სოციალურად უფრო კონსერვატორული საზოგადოება, გარკვეული გაგებით ანტიემიგრაციული თემები იქნება ეს თუ სხვა თემები, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. აი თეორიულად შეიძლება ამის წარმოდგენა და თეორიულთან ერთად პრაქტიკულადაც რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს საქართველოს პირობებში, რომ ამ ოპოზიციური ერთიანობის გათვალისწინებით ისეთი ადამიანი ოპოზიციისთვისაც მისაღები გამოჩნდეს, აიღოს პასუხისმგებლობა, თავადაც იმუშაოს ოპოზიციამ ასეთი ადამიანის პოვნაზე, რომელმაც შეიძლება ეს როლი, ეს მისია, ასე ვთქვათ, ეფექტურად შეასრულოს. თუ დაუბრუნდებით ისე დიმიტრი გელოვანის მაგალითებს, კიდე სხვა მაგალითებს და პერსონალური და პოლიტიკური ლიდერების ეგოების პრობლემებს, რომელზეც ჩვენ საუბრობდით რამდენიმე წამის წინ. ასეთი რაღაც ახალი და სხვანაირი ლიდერის გამოჩენა ყოველთვის არის მოულოდნელი და წინასწარ ვერასდროს ვერ განსაზღვრავ. აი ზელენსკი რო გამოჩნდა, ხო რა? ვერ შეარჩევდა კონკურსს ვერ გამოაცხადებდა თანამდებობას. ზელენსკი ვინმე შეარჩია, მოდი, აი ახლა გვინდა ისეთი კაცი, რომელიც კომედიაში იყო, ასე ვთქვათ, კომედიით გაითქვა სახელი და ის გავხადოთ პრეზიდენტობის კანდიდატი, ხო? არა, აი თვითონ გადაწყვიტა, რომ მოდი ვცადო ბედი და აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა ის პირი. ხო, ასევე ეს მადიარი, თქვენ კითხვით, რომ არ ქონდა ჩონჩხიო, მაგრამ მეუღლე ყავდა ჩონჩხად, ხო, რომელიც მას დაუპირისპირდა და რომელსაც ჩონჩხი თავის სასარგებლოდ გამოიყო. ხო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავის სასარგებლოდ გამოიყო, წინასწარ ხوارევენ არ იცის, რომ ეს მის სასარგებლო აღმოჩნდება. ფაშინიანი აგერ ჩვენი მეზობელი ავიღოთ, ხო? იყო ერთ-ერთი, ისეთი არც თუ მნიშვნელოვანი პარტიის ლიდერი. უცებ დაიწყო ბუკვალურად ხალხში სიარული რაღაც რუგზაკით და გახდა, რაც გახდა, ხო, ყველაზე პოპულარული ლიდერი იმ მომენტში. და კვლავ რჩება ქვეყნის ლიდერად, ხო? აბსოლუტურად განსხვავებული ხალხია ეს ყველა, ხო? აბსოლუტურად განსხვავებული საწყისი მოცემულობებია, ხო? სტენდაპ კომიკოსი თუ რაც კომიკოსი რაღაც ყოფილი ამავე ხელისუფლების ყოფილი მინისტრი, როგორც გახარია იყო თქვა ჩვენ შემთხვევაში და რაღაც ერთ-ერთი სუსტი შედარებით ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც უბრალოდ გახდა ხალხის გამაერთიანებელი. ხო,
შეიძლება თქვათ, რომ რომელიმეზე შეიძლებოდა წინასწარმეტყველება, რომ აი ეს იქნება. ხო, უბრალოდ მათ თვითონ გადაწყვიტეს, წინასწარ არ იცოდნენ არც ერთმა ალბათ რამდენი წარმატებული იქნებოდა, გარისკეს და აღმოჩნდა, რომ აი ესეთი კაცი ჭირდებოდა საზოგადოებას. ხო, ამიტომ ასეთი რამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ისევე როგორც იმის წინასწარმეტყველება, რომ გამოჩნდება ვიღაც ასეთი და რა. სანამ გამოჩენილა არსებობს ოპოზიცია, არსებობს ოპოზიციური პარტიები და უნდა ეცადოთ მათ გაძლიერებას და თვითონ უნდა ეცადნოთ თავის გაძლიერებას.